ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ლალი ბადრიძე დღემშვიდობის საქალბატონო. მოგესალმებით. აი როგორ უნდა მივხვდეთ რომ ეს არა სტრესი და არამედ აი კრიზისული მდგომარეობაა? აი თქვენ გქონიათ მომენტი, როცა ერთშვენიერ დღეს იღვიძებ და უცებ აღმოაჩენ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც იყო გუშინ, უცებ აღარ არის. დამთავრდა, დაინგრა და ნანგრევებში ხარ. მე მქონია. მე მეგონა რომ სტრესი საერთოდ არ არსებობს და თუ ვინმე მეტყოდა ჩემი მეგობარი რომ აი რაღაც სტრესული ფონი მაქვს, დღეს რაღაც ვერ ვარ, სულ ვეჩხუბებოდი. და ერთშვენიერ დღეს, როდესაც საკუთარი მშობელი მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მივხვდი რომ აი როდესაც დასრულდა ეს ყველაფერი დასაფლავების შემდეგ, მივხვდი რომ აი ფეხებს ქვევით არ ვარსებობდი და ყველა ავტომობილი რაღაც ჩემი მიმართულებით მოდიოდა ქუჩაში, როდესაც დავდიოდი და მივხვდი რომ სახლიდან არც უნდა გავსულიყავი და უნდა რაღაც სხვანაირად მოვრევდი. ეს არის კრიზისული მდგომარეობა. ეს არ არის სტანდარტული სტრესი. ეს არ არის სტრესი. ნახე კეთი, მამა ხო საყრდენია, ხო? ფაქტიურად მთელი ცხოვრების საყრდენია და ძალიან სიმბოლურია, რომ აი ფეხები აღარ ქონდა. საყრდენი გამოგეცალა, მეტაფორულად რო ვთქვა. და რა თქმა უნდა, უცებ აღმოჩნდი მდგომარეობაში, როცა არ იცი. რა გააკეთო, ცხოვრება როგორ გააგრძელო მის გარეშე და გაუგნებული ხარ. და ამ დროს რა ხდება? ამ დროს ხდება ის, რომ და აღიარო რომ კი ესე მოხდა. ნახე ძალიან ხშირად რატო ახომე კრიზისი რთული? იმიტომ რომ არ ვიღებთ ამას. გაურბივართ რომ რატო მოხდა ეს, რატო დამემართა მე, მაგრამ მოხდა და შენ უფლება გაქვს იდარდო, უფლება გაქვს იტირო, უფლება გაქვს ინერვიულო. ან ეს ემოცია უნდა გამოუშვათ, არ უნდა დავიტოვოთ ხო საკუთარ თავში. ამ ემოციას კრიზისი როდის არის ხოლმე საშიში, როცა არ ვიმჩნევთ, ხო? რომ აი მე მაგარი ვარ და არ შევიმჩნევ. ხო და რატო? დამემართა ეს, ჩემთან მოხდა, ვაღიარო, მივიღო და ვთქვა, გავაზიარო. აი ზუსტად ის რომ არ უნდა დაიტოვო, იმიტომ რომ ეს ხო ენერგიაა, რომელიც არის ჩემში და ამ ენერგიას თუ გარეთ არ გამოუშვებ, მე ფსიქოსომატიკაში გადადის აუცილებლად. ვიღაცა ემოციურია, ვიღაცა არ არის ემოციური, მაგრამ რაღაცა ყველა თავისებურად გამოხატავს ამ ემოციას, ხო? მაგრამ გამოშვება ალბათ ყველაზე მთავარია, ჩვენ საუბრობდით კადრის მიღმაც, რომ დათო ძალიან ემოციურია და ის პროფესიაში გამომდინარე, მე ისედაც ემოციური ვარ. და პლუს ამას ჩემ პროფესიიდან გამომდინარე კიდე ზე ემოციურობა მიწევს და აქედან გამომდინარე ხა სულ ეს სტრესებში ცოტა რთულია ამის ჩემ. ახლა დათო შენ წეღან თქვი მანამდე რომ საუბრობდი, აი ავფეთქდები ხოლმე. კი, უცებ აფეთქება. იცი რატო ფეთქდები? იმიტომ ფეთქდები რომ ის პატარ-პატარა სტრესები რომლებიც გაქვს, გროვდება, თუ არ უშვებ აი დაგე რაღაცა ინერვიული დაგემართა გამოუშვებ. ჩვენ როგორც მე მაგარი ვარ, კაცო, ეს ხო არ მომერევა. აგროვებ და მე როცა ამაში ვეღარ ეტევა, მე იფეთქებს. საგანგაშო სიმპტომები რომელია ქალბატონო ლალი ამ დროს? საგანგაშო სიმპტომები კრიზისის დროს არის აბსოლუტურად, თუმცა ძალიან ხშირად არის რომ კრიზისი და დეპრესიას ერთმანეთში ურევენ ხოლმე. კრიზისის დროს როგორ ახარ იცი? დაგეგრა თავზე ყველაფერი, ის შენი მე, რომელიც ადრე იყო ფაქტიურად აღარ არის, ისინი რასაც შენ აკეთებდი აღარ მუშაობს, ახალი არა გაქვს. რა გააკეთო არ იცი. და ეძებ გზა უნდა მოძებნო რომ წინ წახვიდე. და რა განსხვავება ხარ დეპრესიის დროს არც არაფერი არ გინდა. სტაგნაცია გაქვს და ესე გაჩერებული ხარ და ამის დროს ეს ბრაზი, გაღიზიანება, ეს რაღაცა გაუგებრობა ისე ბობოქრობს შენში, რომ უნდა რაღაცა გამოსავალი იპოვოს. უნდა სადღაც გამოვიდეს და მე ძალიან საინტერესოა, მე ხო სულ ზღაპრებს ყვები ხოლმე, ხო და მოკლედ ერთ საინტერესო მეტაფორას გეტყვით. ძალიან საინტერესოა, ჩემი აზრით ზუსტად გამოხატავს აი კრიზისული მდგომარეობა როგორ შეიძლება რომ შევცვალოთ, ხო? დინარე მოდის რა თავისთვის ამაყად მოდის მოშრიალებს და რწყავს ამ ბაღნარს და მიადგა უდაბნოს. მიადგა და ხედავს რომ ვერაფერსაც ვერ აკეთებს. ქვიშა ისრუტავს ამ წყალს და დაღონდა, ხედავს რომ ვაიმეო, ქრებიო, რა გავაკეთო, აღარ იცის რა გააკეთოს. ის თავისი ძველი მეთოდი რო რწყავს და მოდის და ყველას აბედნიერებს აქ არ მუშაობს. ამ დროს ქარმა ჩამოიქროლა და ხედავს ეს მდინარე რაღაც ძალიან დაღონებულია და რა მოგივიდაო და აიო ვერაფერს ვეღარ ვაკეთებო უდაბნო შთანთქმას მიპირებსო. მე ადაკი შენც დააორთქლდიო. და რო აორთქლდეო, მე ხომ მდინარე აღარ ვიქნებიო და შენ აორთქლდიო და რუბლებს მე გადავატარებ უდაბნოსო და იქ ისევ მდინარეთ ჩამოხვალო და ისევ მდინარეთ გადაიქცევიო. შენი არსი ხო წყალიაო და არა ნაპირებიო. ხო და მთავარია არსი არ დაკარგოო და
ფორმა შეიცვალეო. ნახე კრიზისის დროს რა ხდება? ფორმის შეცვლის გვეშინია ძალიან ხშირად. იმიტომ რომ არ ვიცით რა იქნება. თუნდაც ძალიან ხშირად მაკითხავენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც დაშორდნენ საყვარელ ადამიანს. უნდაც დაბრუნება, უნდაც რომ ყველაფერი ისე იყოს, არ ხდება. ესე დამთავრდა, დაასრულე. შენ უკვე სხვა ადამიანი ხარ, ის ადამიანი ხარ, რომელმაც ეს გაიარა. ეს უკვე განვლილი ეტაპია და ჩვენ მიჩვეულები რას ვართ, იცი რომ ის რაც ჩემი ჩვეულია, რაც ჩემთვის აი ესეთი კომფორტულად ვარ რა. ჭაობში ვარ, მაგრამ კომფორტულად ვარ, მნიშვნელობა არ აქვს. ახლის მეშინია. ხო და გადაიქეცი ღრუბლად რა და ქარი ვინ შეიძლება იყოს? მე ვადარებ ხოლმე რომ ფსიქოთერაპევტი ქარია მეთქი რომ გეხმარება რომ აი ღრუბლად გადაიქცე და აი როგორ ხდება აი ამ ყველაფერს აი ყველას ინდივიდუალურად უნდა გავუწერო ეს ინფორმაცია აი თქვა მისი მონათხრობის მისი ისტორიის საფუძველზე აი როგორ ვერებით ამ სტრესს ამ კრიზისულ მდგომარეობას ეს ყოველდღიურ რუტინას ვცვლით ვანაცვლებთ რაღაცა უფრო ახალი დეტალებით თუ რანაირად აი ძალიან საინტერესო რამე თქვი შენ ადამიანები ძალიან ხშირად როგორ ებრძვიან ხოლმე თუნდაც ამ კრიზისულ მდგომარეობას ერთი თქვა გარემოს შეცვლით მანქანა ვიყიდე, რაღაცა ახალი გავაკეთე, მაგრამ კრიზისი ხო გარეთ არ არის. შიგნით არის. მე უნდა ვიმუშაო, კრიზისი რა არის საერთოდ, აი ფსიქოლოგიურად რა ითვლება კრიზისად. ჩემი შინაგანი მდგომარეობა და გარეთ რაც არის არსებული მოცემულობა, როცა დისბალანსშია. და როცა მე ვცდილობ, რომ მარტო მაგითი შევცვალო ჩემი მდგომარეობა არ გამოდის, იმიტომ რომ შიგნით მაქვს პრობლემა და შიგნით უნდა დავიწყო იმის მოძიება და ძალიან ხშირად კრიზისი არის ეგზისტენციალური, ხო? როცა ცხოვრების აზრი დავკარგე. და არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი საით მივდივარ. კრიზისი არის როდის გაქვს, რომ უნდა დაფიქრდე, რომ ხალხში ხარ, მეგობრები ყავს, ოჯახი ყავს, მაგრამ მარტოდ გრძნობ თავს რა. მაინც ვერ ხარ, მარტო ხარ. კრიზისია, როცა გეშინია, აი, წეგან რაზეც ვისაუბრეთ, ძველი ჩარჩოების შეცვლის, როცა გეშინია, როცა უბრუნდები, რომ არა, მოდი ისე გავაკეთო, მაგრამ სინამდვილე შენ უკვე სხვაგან ახარ და ის რაც იცოთი აქამდე არ გამოგადგება და ის ძველი რწმუნებულებები რაც გქონდა და ღირებულებები შეიძლება შენი აღარ არის. შეიძლება შენ უკვე სხვაგან ახარ. უფრო წინ ხარ წასული და არ გამოგადგება ის ძველი მოდელები, ახალი უნდა მოძებნო. მაგრამ ადამიანები როგორც წესი მიდრეკილები ვართ კომფორტისკენ და გვეზარება ხოლმე ეს ძიება. ხო, მაგრამ აი თუ ჩვენი დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ნუ მეტი ძალა არ მაქვს, ამაზე მეტის გაკეთება არ შემიძლია. აი როგორ ვეძებთ, სად ვეძებთ ამ мотиваციას? ვინ არის ის ადამიანი, ვინც გვერდში უნდა დავიდგეს? თუ ძალა არ მაქვს, ძალო თუ არ მიზანი არ მაქვს, არაფერი არ მაქვს, მაშინ დეპრესია მაქვს. კრიზისი გაქვს, როცა არ იცი რა გააკეთო და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი არის ვიქტორ ფრანკლი, რომელიც არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი და ის ამბობდა, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა ოჯახი აღარ ყავდა. ყველა მოუკლეს გარშემო და მარტო იყო ამ საკონცენტრაციო ბანაკში და უნდა დანებდეს. და დაფიქრდა, რომ რა გავაკეთო? და მიხვდა, რომ არა, მე იცი რა უნდა გავაკეთო, მე უნდა ვასწავლო შემდეგ სტუდენტებს, როგორ გადარჩე ესეთი სასტიკი კრიზისის დროს. დაიწყო ამაზე მუშაობა. თავის წარმოდგენაში სულ სტუდენტებს ლექციებს უტარებდა. ყველაფერზე წერდა, რაც შეხვდებოდა ქაღალდის ნაგლეჯზე. ნაჭერზე, აი კედელზე რაც შეხვდებოდა ამ თავის კონცეფციას და რო გამოვიდა მერე ეს ახალი მიმართულება შექმნა მან ფსიქოთერაპიაში და ეს არის ზუსტად ეგზისტენციალური მიმართულება. და ის ამბობს, რომ პირველი რა არის მთავარი? საზრისი გქონდეს. რისთვის ხარ? როცა ამას კარგა უკვე კრიზისში ხარ, როცა საზრისი არ აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის საზრისის შექმნა და რას დააკვირდა, იცი? ამ საკონცენტრაციო ბანაკში პირველი ვინც დანებდა და კვდებოდნენ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იმედი აღარ ჰქონდათ, რომ არაფერი არ გვეშველება, უიმედობა. მეორე წავიდნენ ის ადამიანები ამ ქვეყნიდან, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ეს ძალიან მალე დამთავრდება და როცა არ დამთავრდა, იმედგაცრუება ჰქონდა და გადარჩდნენ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა ხედვა. ვინც სადღაც მიდიოდა, ვინც ფიქრობდა, რომ აი ეს ამისთვის უნდა გავაკეთო და აი მახსენდება ხოლმე ძალიან ისეთი მაგარი მაგალითია, ლინკოლნის ამბავი ყველამ კარგად ვიცით, ადამიანი იყო მელანქოლიკი, ხო? 3 შვილი მოუკვდა. საყვარელი ქალი გარდაეცვალა და სიცოცხლე აღარ უნდა და მეგობრები ყარაულობდნენ, რომ თავი არ მოეკლა. და მეგობარს უთხრა, რომ მე იმხელასებ დამაქო,
თელ ამერიკას რო გაუნაწილო, ერთ გაღიმებულ ადამიანს ვეღარ დაინახავ. მაგრამ რა გააკეთა, იცი? იფიქრა, რომ მე ეს ამხელა ემოცია, ეს ამხელა დარდი, ეს რომელიც უზარმაზარ ენერგიათ არის ჩემში. მოდი გამოვიყენო იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს დავეხმარო. და ზუსტად ერთ-ერთი ამ კრიზისის დაძლევის მომენტიც არის სხვა ადამიანების დახმარება. და სხვათა შორის აი პირველი ნაბიჯები ამ დროს რა არის? თუნდაც თქვენი მხრიდან. აი რა რჩევებს აძლევთ იმ ადამიანებს? პატრიარქმა თქვა ამაზე ყველაზე კარგად და ამ ბოლო დროს სუმის გარშემო ვტრიალებ და ძალიან საინტერესოა პატრიარქის ანდერძის სახით აზიარებენ. სიამოვნებაში ეს ანდერძი არ არის. ეს არის ამონარიდი პატრიარქის სხვადასხვა ქადაგებიდან და ფიქრობ ხოლმე რომ ყველაფერთან ერთად დიდი ფსიქოთერაპევტიც იყო და რას ამბობს? დღე ისი არ დაამთავრო რომ ვიღაცა არ გაახარო. ისი არ გავიდეს დღე რომ ვიღაცაზე კარგი არა თქვაო. შენზე კარგს რო ამბობენ, ხო გიხარიაო? ხო და შენს ასევე დაუბრუნე სხვასაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი ცუდი ნათქვამი 10 კარგს გადასწონის ხოლმეო, ხო? და პოზიტივით რამდენად შეგვიძლია რომ გაუმკლავდეთ? ხო და მაგას ამბობს ზუსტად, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ლექსიცა აქვს. ხო, კი. აი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ესეთი ლექსია, რომ იცი რა, თუ შენ რწმენა გაქვს, მაშინ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დამთავრდება, თუმცა არ უნდა იჯდე და ციდან მანანას არ უნდა დაელოდო რა. უნდა შენ ცოტა რაღაცა გააკეთო იმისკენ რომ მარტო რო ზიხარ და ოპტიმისტი ვარ, პოზიტიურად ვაზროვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. თუ არაფერი არ გააკეთე, არაფერიც არ იქნება კარგად. უნდა გავაძრიოთ. თუ რაღაცა ახალი არ მოძებნე, ახალი მოდელი არ შექმენი შენი ქცევის, შენი დამოკიდებულების, შენი აზროვნების, თქვენ შეიძლება რაღაც კონკრეტული მიმართულება მიცეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში საკუთარ თავს თავად უნდა მოერიოს ადამიანს. იცი რა, როცა მოდის შენთან, უკვე ამ ადამიანს მზაობა აქვს, რომ რაღაც შეცვალოს. ნახე, ხო არის უკვე ის ახალი, რომ აქამდე ფსიქოთერაპიაზე არ ყოფილ ვარ და მივედი. ეს უკვე ნაბიჯია, უკვე გადადგმა ამ ადამიანს აქვს მზაობა. და ნახე რა არის კიდე ერთ-ერთი მთავარი მომენტი. ადამიანები ვერ აფასებენ სათანადოდ თავის რესურსებს. გონიათ ხოლმე რომ მე ამას ვერ შევძლებ, მე ამას ვერ გაუმკლავდები, მაგრამ აი თქვენ ასე უბნებით ამ დროს? მე ვეუბნები რომ როდესაც არსებობს სურვილი, აუცილებლად გაქვს იმისი რესურსიც, რომ ამას მიაღწიო და ჩემი სპეციალობა ზუსტად ეგ არის, რომ მივეხმარო ადამიანებს ამ რესურსების აღმოჩენაში. აი ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. როგორ გავაკეთოთ ეს? ზოგჯერ იმიტომ რომ ეს რესურსები რო გვაქვს, არც ვიცით. ან დავიწყებული გვაქვს სადღაც ბავშვობაში. ან შეიძლება მშობელმაც თავისი მოქმედებით ოდესღაც ჩაკლა ჩვენში ეს. ან მერიდება. ხო და ეხლა ზუსტად მაგ თემაზე ვმუშაობ, მინდა აი გავაკეთო ეს ავანტურისტულ ტრანსფორმაციული პროგრამა, სადაც ადამიანებს მოუწევთ იმის კეთება, რაც არასოდეს არ გაუკეთებიათ და დავაკვირდეთ საკუთარ თავს მე რომ აი როცა რაც არასოდეს არ გამიკეთებია და ამას ვაკეთებ, რა ემოცია მომდის? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფსიქოთერაპიული გვერდზე გაყოლით იქნება, მაგრამ იცი რამ ხელა შესაძლებლობები გვაქვს? ხატავთ თქვენ რომელი მე? მე. ხატავ შენ დათო? მე სამწუხაროდ ვერ. რა იცი? რაც ადამიანი მომეწონა ჩემი დახატი და. ხო და რა არის იცი? ძალიან ხშირად ადამიანები ხაჭაპურსაც ხო? რა თქმა უნდა. მართლა? რა მაგარი? რა მაგარი ხაჭაპური? ცეკვა? და რასაც ვიკითხებ ყველაფერს აკეთებს გადავირია. არა, ცეკვავ ჩემთვის. ესე საჯაროდ არა, კარგად არ გამოვიდეს. ღერი? ნაკლებად. მართლა ყველაფერზე ხوار დაგეცალ ხოლმე. უხერხულია. ეხლა მინდა თქვას რომ არა. გიცდია? ცეკვა? არა, სიმღერა. სიმღერა ბავშვობაში კი. დიდობაში. არა, ესე ვღიღინებ სახში, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცაზე ხეთი გითხარი რომ მივაყო. კერა? არა, კერვა არ მიყვარს. კიდე კარგი, გიცდია, როდისმე? კი. ღილს ვაკერებ. ღილის დაკერება რა, კერვა. აი, მოდელი შექმნა თუ გიცდია. არა. ხო და ნახე. წინა ცხოვრებაში მხატვარ დეკორატორი ვიყავი მოკლედ. ანუ ეს პროფესია მაქვს პირველადი და ამიტომ რაღაცა გარკვეული შეხებები მქონია. შეხებები მქონია, ხო და ვერაფერი ვერ გამოვიჭირე, რომ გავაგრძელო, რომ გითხრა, რომ აი თუ არ გიცდია, რა იცი რომ არ გამოგდის. მოკლედ აი მადლიერების პრაქტიკა რამდენად დაგვეხმარება. აი გაღვიძება დილით და იმის თქმა რომ ღმერთო რა მაგარია რომ სწორედ მე
გაუჩნდი, რომ მე მაქვს იმის საშუალება, რომ დღეს მოусმინო გაზაფხულზე ჩიტების ჭიკ-ჭიკს, რომ მეც რამდენი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული, რამდენი კარგი საქმე აქვს სხვა ჩემთვის გაკეთებული. ესეც ხო რაღაცა ტვინის გადართვაა, რომ სხვა ფიქრები სხვა მიმართულებით წავიყვანო. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ეს ჩვეულებრივ შემთხვევაზე როცა გვაქვს ლაპარაკი, კი, მაგრამ როცა კრიზისში ვარ, არც მადლიერება მინდა, არც გაღვიძება მიხარია, შფოთით ვიღვიძებ და ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ძალიან ხელოვნურია ეს რო გავაკეთო, ხო? როცა მაგ კრიზისი, მაგ კრიზისი. ამ დროს არაფერი არ მინდა, ხო ასეა? არა. ამ დროს რაღაცა გინდა უბრალოდ არიცი რა გინდა. თორე როცა არაფერი არ გინდა, მაშინ დეპრესია გაქვს. ხო და თუ ამ კრიზისის დროზე არ მიხედე, მერე გადადის დეპრესიაში, მერე გადადის მწვავე დეპრესიაში. ამიტომ როცა კრიზისი გაქვს, უკვე უნდა იფიქრო იმაზე აქედან როგორ გამოხვიდე. დაიწყო საკუთარი თავის ძებნა. დაიწყო აი ჰობის მოძიება. ჰობიც რა თქმა უნდა, ეს ჰობზეც კი ვილაპარაკეთ, მაგრამ ნახე, იფიქრო ის, რასაც აკეთებ შენი ანამდვილად. ანუ ქსიამოვნებს თუ არა კეთების პროცესში ამ საქმის კეთება, ხო ასე? იქნება ახლა ცოტა სხვაგან მინდა წავიდე და გამოვიდე იმ სტაგნაციიდან, სადაც ვარ, ხო? რაღაცა ახალი ვცადო, რაღაცა და წეღანავს თქვი, რომ ის რწმენა წარმოდგენები, რომლებიც მაქვს, გადავხედო, ჩემია თუ არ არის ჩემი. ჩემმა მშობლებმა ჩამიდეს ბავშვობიდან მომყვება თუ ეს ახალია და შეიძლება რაღაცა ახალია, რომელზეც ფიქრობ, რომ ჩემი არ არის. მაგრამ კარგად რომ დაფიქრდები, აღმოაჩენ, რომ ვაიმე, როგორ შეუცვლელა. ანუ პროცესი უნდა ქსიამოვნებდეს, ხო? სიამოვნებას უნდა იღებდი იმ საქმისგან, რომელსაც აკეთებ. კი, თუმცა იქამდე რომ მიხვიდე, რომ მაგ პროცესზე მიხვიდე, რაც ქსიამოვნებს, გიწევს ბევრი ისეთი რამის გაკეთება, რაც არ ქსიამოვნებს, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, ეხლა ფრანკლი რო იყო იმ საკონცენტრაციო ბანაკში, ხო? სულ არ სიამოვნებდა იყოფდა, მაგრამ იცოდა ეს რისთვის სჭირდება. მოცემულობა იყო. რა თქმა უნდა, მოცემულობა იყო და ლინკოლნზე ვეღარ დავამთავრეთ წეღან და მან დაიწყო ის რაც დაიწყო, გაანთავისუფლა მონების შეცვალ, ამოაყირავა მთელი ამერიკის ისტორია და უამრავი ადამიანის ისტორია, ხო? ეს თავისი პრობლემა და ეს თავისი კრიზისი აქცია სხვა ადამიანებისთვის ბედნიერების საშუალებად. და როცა მიზანი გაქვს, რომ აი სხვა ადამიანს დაეხმარო, ამასაც უკვე გამოყავხარ ამ კრიზისიდან. უკვე საზრისი გაქვს, უკვე წინ მიდიხარ და ვიფიქროთ ამაზე, როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ოღონდ ნახე შიგნიდან. ნამდვილად ჩემი უნდა იყოს, ის კი არა და სიყვარული. საბოლოოდ ყველაზე მთავარი სიყვარული, ყველაფერი იწყება, გრძელდება და მთავრდება სიყვარულით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცხოვრო აქ და ახლა. დღეს, აი ახლა ჩვენ რასაც რომ საუბრობთ, ხო, აქ ვარ და არავით არის სხვაგან. ძალიან ხშირად არის, ხო, არიან ტელეფონში, თან შეგელაპარაკება, თან საქმეს აკეთებს და სიამდვილეში არც ერთგან არ ახარ, არც აქ ხარ, არც იქ და არც იქ. სადაც ხარ იქ იყავი, ერთი საქმე აკეთე ბოლომდე. სცენაზე რო ხარ, ის ხარ, ვინც ხარ, ხო? საერთოდ აღარ გახსოვს რომ დათო ხარ. კი ბატონო. ხო, ერთ სპექტაკლში 3 როლის მითამაშია. მე როგორ ახერხებ ხოლმე უცებ გადასვლას. მაშინ სამივე ხარ და არის ასეთი პროფესიონალი. ხო და რაც ყველაზე მთავარია, ეს უკვე ერთი ტინგადადმული ნაბიჯია, როდესაც კრიზისში მყოფი ადამიანი საკუთარი ფეხით მოდის თქვენამდე. რა თქმა უნდა, ეს უკვე არის, რომ წინ ყველა ასეთი ყავს. თავისინებით რომ მოდის. ხო შეიძლება მეგობარმა ურჩიოს, თქვათ მას დაემორჩიოს. არა, აქეთი ვინ ურჩევს? თავარია რომ მოვიდა. გადაწყვეტილება მაინც ჩემია. ნახე, ვერავის ვერაფერს ძალით ვერ გააკეთებინებს. და რომ ამბობ ხოლმე, დამაძალა, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაძალებს, რაც არ გინდა, ყველაფერი მაინც შენი გადაწყვეტილება და რაც მთავარია. ეს კრიზისი ხომ მთავრდება ოდესღაც, ხო? და რა უნდა გავაკეთო ამ დროს? დავფიქრდე, რა მომცა მე ამ კრიზისმა. კრიზისი რა არის? დანგრეულზე ახლის შენების დაწყება. როგორც კი ხვდები, რომ აი ნანგრევებში ხარ, უნდა დაფიქრდე, ეხა რა ავაშენო. თუ რაღაც არ დასრულდა, ახალი არასდროს დაიწყე. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, რომ აი სავსე ჭურჭელში ამაში კიდე ბევრ წყალს ხო ვერ ჩაასხავ. ცარიელში ჩაასხავ ბევრს და ზუსტად ამას გავს კრიზისი, რომ დაინგრა ყველაფერი და ახლიდან დაიწყო აშენება და უკვე მაგარი შენობა მოდის, იმიტომ რომ ის წინა გამოცდილება გაქვს. ამას იყენებ. უკეთესი საფუძველი. ძალიან მაგარი. ალბათონო ლალი, რამდენი საფიქრალი დაგვიტოვეთ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და აი ამ თემის ასე ფართოდ მიმოხილვა. უღრმესი მადლობა დაგემშვიდობებით და წარმატებას გისურვებთ. ახლომდის ჩვენი გადაცემა